მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო გოგოებო. დღეს გარეთ გადავწყვიტე სუფთა ჰაერზე თქვენთვის გაშლის გაკეთება. მინდა შეგახსენოთ, ჩემო გოგონებო, რომ ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ ფეიქ არხებთან მიმართებაში და ყოველთვის ეცადოთ, რომ ინდივიდუალურ გაშლებზე მომწეროთ WhatsApp-ზე 595006002 ან Facebook-ზე ქართული ასობით აკრიფეთ ტარო სამყარო თურქეთი, შავ-თეთრი ფოტო მიდევს ჩემი და იქ მომმართოთ. სხვა დანარჩენი არხები, სადაც ნაკლები გამომწერებია, ჩემთან TikTok-ზე 17000 გამომწერია, სხვაგან თუ ნახავთ რაიმე ჩემ ვიდეოებს ატვირთულს, არ დაუჯეროთ გოგოებო, ეს ჩემი არხი არ არის. ამიტომ თუ ვინმე თვითონ მოგწერათ, გითხრათ შემოგთავაზეთ რაიმე სახის მომსახურებები, ეს მე არ ვარ, მე ასე არ ვიქცევი, მე ვმუშაობ WhatsApp-ით 595006002. დაჟე TikTok-ზე რომ წერენ გოგოები, ყოველთვის ვეუბნები WhatsApp-ზე დამიკავშირდით. ასე რომ ნებისმიერ საკითხზე გადაამოწმეთ ჩემთან ყველაფერი WhatsApp-ზე 595006002. ეხლა რა მინდა შეგახსენოთ, 1 სექტემბრამდე მაქვს ფასდაკლება შავი სანთელი წმენდისთვის, ენერგეტიკული წმენდისთვის თავის სამაჯურთან ერთად ჩემთან ეხლა ღირს 60 ლარი და 7-8 თვე გეყოფათ ეს წმენდის სანთელი. მაქვს უპრეცედენტო რიტუალი წმენდის გოგოებო, მოროკოული შავი საპნის პასტით და მარილის რიტუალით, რომელიც კეთდება. მოგცემთ ყველანაირ რეკომენდაციას რა როგორ უნდა გააკეთოთ. საპნები ატვირთული მაქვს აგერ ვიდეოში და ნახეთ როგორ გამოიყურება. და ეს ყველაფერი ღირს 15 ლარი ჩემო გოგონებო, ასე რომ ნებისმიერი სახის შესაძლებლობის ადამიანისთვის არის გამოსადეგარი და შეუძლია რომ გააკეთოს. აღნიშნული საპნები გაკეთებულია ზეთის ხილისგან, ზეითუნის ეთერისგან და არის ეთერზეთებით დამატებული. ჩემი გაკეთებული არ არის, მოროკოს ერთ-ერთი რაბატში ერთ-ერთი სოფლიდან მაქვს ჩამოტანილი გოგონებო, ასე რომ არის უმაგრესი, უძლიერესი, თუ რა ენერგეტიკული შესაძლებლობები აქვს, არ ვიცი ვისაც გაქვთ მოროკოელებთან შეხება, ძალიან კარგად გეცოდინებათ. თუ არ იცით და გეტყვით, რომ სასწაულია მართლა და მართლა ძალიან მაგრად მოქმედებს და მხოლოდ 15 ლარი ღირს გოგონებო. ესეც 1 სექტემბრამდე. ასევე მწვანე სანთელი თავის სამაჯურთან ერთად ფინანსების გახსნისთვის 50 ლარი ღირს, ხოლო წითელი სანთელი პირადი ურთიერთობების გახსნისთვის და მოწესრიგებისთვის თქვენს პარტნიორთან ან ახალი პარტნიორის მოსაზიდად თავის სამაჯურთან ერთად 50 ლარი ღირს. ასევე მაქვს მედიტაცია რიტუალები, ძალიან ძლიერი გოგოებო, რომელიც ძილის წინ მოსასმენია. ესენი არის მედიტაცია რიტუალები თავის კოდური გასაღებებით და კოდური სიტყვებით. შესაბამისად ვაკეთებთ ან წმენდას მამაკაცთან ჩახსნას, ახალკაცს და ახალ ფინანსებს, ან ვაკეთებთ მამაკაცის წმენდას, თქვენ წმენდას, ურთიერთობის ჰარმონიზაციას, ფიქრების თავზე მოხვევას და დაკარგვის სინანულს. ესეც ყველაფერი პაკეტებშია, 5 და 4 მედიტაცია რიტუალი ერთად მოდის და ძალიან ხელმისაწვდომი ფასია. ეს ფასები იქნება 1 სექტემბრამდე. ასე რომ ნებისმიერ საკითხზე უნდა დამიკავშირდეთ WhatsApp-ზე, როგორც გითხარით 595006002 ან Facebook-ზე ქართული ასობით აკრიფოთ ტარო სამყარო თურქეთი და შემომეხმიანეთ. ეხლა რაც შეეხება გოგონებო, კიდევ ერთ საკითხს, ხა დღეს გაშლას რო გავაკეთებ, საჯარო გაშლა არის ეს, ვინც ამოიცნობს თქვენ თავს 70-75%, ეს არის თქვენი გაშლა. ვინც საერთოდ ვერ იცნობთ თქვენ თავს და არ არის თქვენზე, მაშინ უყურეთ სხვა ვიდეოებს. მე ძველი ვიდეოები წავშალე, იმიტომ რომ აი ესე მპარავდნენ ვიდეოებს გოგოებო და ჩავთვალე საჭიროდ რომ წამეშალა და ყველა ვიდეოში მე თქვა უკვე ამ ფეიქებთან დაკავშირებით. TikTok-ზე მე მყავს 17000 გამომწერი. სხვა არხები ჩემი არ არის გოგოებო. მოდით დავიწყოთ ახლა და ვნახოთ რა სიტუაცია გვაქვს ახლა. პარტნიორი როგორ არის, თქვენი ვასილი როგორ არის, იმედია ჩემი ხმა კარგად გესვით, იმიტომ რომ გარეთ ვარ. ნახოთ როგორ არის და როგორ გრძნობს თავს თქვენი პარტნიორი. ეხლა რას გეტყვით, ფსიქოლოგიურ ძალიან დიდ ტერორშია. ეხლა ტერორი რას ნიშნავს ამისთვის? ფსიქოლოგიური ტერორი ნიშნავს, როდესაც ეს ადამიანი ცდილობს, რომ გამოერკვას, რა გააკეთოს ცხოვრებაში, ხმები იქნება გოგოებო, რომ გარეთ ვარ, რა გააკეთოს ცხოვრებაში, რით გამოერკვას, რა შეასრულოს, რა მოიმოქმედოს, არის ინფორმაციის შეგროვების პროცესში. ეგ შესაძლებელია სახლში რაღაც რემონტი ქონდეს, შესაძლებელია სახლის რაღაც საქმეებს აწესრიგებდეს. აი ეს ერთი შეხედვით რო შეხედავთ, კი მუშაობს, მიდის, მოდის, რაღაცეებს აკეთებს, შეიძლება ხელებითაც მუშაობდეს, შეიძლება გონებით მუშაობდეს, წერდეს, ბეჭდავდეს და ასე შემდეგ, მაგრამ შინაგანად არის დათრგუნული, შინაგანად აქვს ფსიქოლოგიური პრობლემები და არის აი ესეთ ჩიხში. რეალურად ეს ჩიხი არის, იმიტომ რომ ამ ადამიანს აქვს ფსიქოლოგიურად
ჩაკეტილობა. შესაძლებელია ენერგეტიკული ჩაკეტილობაც, იმიტომ რომ რუიანების ხმლები ეს არის პოზიცია, როდესაც ვიცი ძალიან კარგად გამოსავალი, მაგრამ პროსტა ვერ გამოვდივარ. რატო ვერ გამოვდივარ? იმიტომ რომ მაქვს ან ბლოკი, ან ენერგეტიკული ბლოკი, ან მაგია, ან ფსიქიურად კარგად არა ვარ, ან სამივე ერთად და როგორც ჩანს, ვასილის სამივე ერთად ჭირს. მოდი აბა ვკითხოთ, ამ ადამიანზე არის მაგია, ამ კაცზე მაგია გაკეთებული არის, მაგია არის გაკეთებული. აბა უყურეთ ახლა, როგორ არ არის? ქურუმი ქალი ამომივიდა, პენტაკლების დედოფალი და ცხრიანების თასები და ორიანების თასები. სასიყვარულო მაგია გაკეთებული ყოფილი ცოლისგან, ახლანდელი ცოლისგან, ან ადამიანისგან, რომელსაც ცოლობა უნდოდა. მაგია გაკეთებული არის თან ქურუმი ქალის გაკეთებულია. შესაბამისად, ნამუშევარი კარგია, მაგიტომ არის არეული, დარეული და წყალში რო შაქარს ჩაყრიდა რომ მოურევ ზუსტად მაგ პოზიციაშია. ამიტომ აქვს ესეთი ბლოკი. გაკეთებული აქვს სასიყვარულო, ეცლება ენერგია, იმიტომ რომ მისი ენერგოველი აბსოლუტურად გადართულია აი ამ უაზრო რაღაცების ჩამოშორებაზე, რომ ეს მაგია ებრძვის თავისი ძალებით. ეხლა ნახეთ. მე რო ყიდი შავ სანთელს, ეს შავი სანთლით შეგიძლიათ შორიდან გაწმინდოთ. მე რო ყიდი აი ამ 15 ლარიან, კიდევ ვიმეორებ 15 ლარი ღირს გოგოებო. 100 გრამიანი შეფუთვითაა, მე თვითონ მაქვს დაფასოებული. მაგრამ ზეთის ხილზე ვისაც ალერგია გაქვთ, არ უნდა მოიხმაროთ. ზეთის ხილზე და ზეითუნის ზეთზე და ეთერ ზეთებზე ვისაც ალერგია არა გაქვთ, იმათმა უნდა მოიხმაროთ. ან შეგიძლიათ ესე სინჯი გაიკეთოთ ალერგიული, იქ ყველა საწერია დანიშნულებაში, რომ ალერგიული სინჯი გაიკეთეთ, მონიშნეთ და ნახეთ აი ამ ადგილას ხო არა გაქვთ ალერგია. ეხლა რატო ვიძახი ამას, ნახეთ? ამ კაცს რო აქ აი ეს მაგიური ზეგავლენა, ვისაც აქვს საშუალება ჩემოძვირფასებო, შეგიძლიათ ჩემთან წმენდები შეუკვეთოთ, ვისაც არ გაქვთ სანთლები წაიღოთ და ვისაც ყველაზე ნაკლები საშუალება გაქვთ, იმიტომ კი არა რომ იაფიღეს და ცუდია, უბრალოდ ყველასთვის მინდა რომ იყოს ხელმისაწვდომი. აუღეთ ეს საპონი. უთხარით რომ აი უნდა გაგიკეთო მოროკოული სპა. და ვითომ აი ამ იმით რა ქვია, რომ ის ზედაშრეს ეპიდერმის რაც მკვდარი უჯრედებია აცლის და იქ რიტუალსაც გაუკეთებთ, ანუ გონებაში ამ ლოცვასაც იტყვით, რა ლოცვაც უნდა ჩაუტარდეს და ჯერ ერთი რო კმაყოფილი დარჩება, რომ აგერ მოროკოული ის ჩაუტარეთ სპა და მერეც მეორე კიდე ენერგეტიკულადაც გაწმინდავთ და მე ვფიქრობ, რომ 15 ლარი აი პროსტა სასაცილო ფასია იმისთვის, რომ ეს გაუკეთოთ. მე მართლა მინდა ხალხის დახმარება და რაღაცა კოლოსალურ თანხებს არ ვითხოვ აქ და არ ვყიდი კოლოსალურ თანხებად. მინდა რომ ყველამ შეძლოს თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე. ხოლო ვისაც უკვე სანთლები გაქვთ, შეგიძლიათ მამაკაცის სანთლითაც გაწმინდოთ და მერე პლუს ეს საპნითაც გაუკეთოთ, ვისაც შეხება გაქვთ და შეგიძლიათ რომ ერთად, ასე ვთქვათ, გააკეთოთ ეს რიტუალი. თუმცა ვერც მიხვდება აი როცა სპას გაუკეთებთ, ვერც მიხვდება რას უკეთებთ, მაგრამ შესაბამისად ექნება კარგი შედეგი. აქ ქურუმი ქალის ნამუშევარია. აგერ კიდევ ვიმეორებ, განახებთ ქურუმი ქალი, პენტაკლების დედოფალი და ცხრიანების თასები, დაბლა ორიანების თასები მაქვს. სასიყვარულო აქვს სერიოზული გაკეთებული. რას ფიქრობს ახლა ვკითხოთ თქვენზე ეს კაცი? კონკრეტულად თქვენზე რას ფიქრობს? რას ფიქრობს და აქანავებს შინაგანად. აი ნახეთ, რახან არის სამკუთხედური სიტუაცია. ეხლა გოგოებინე, მე არა მაქვს სამკუთხედი. შენ თუ არა გაქვს სამკუთხედი, 1.300.000 აყავს აქ ვინც მიყურებს. ეს შენი პირადი გაშლა არ არის. ნერვიულდები ხოლმე და ხიგზიანდები ამ რაღაც უაზრო კითხვებზე. ეხლა რას ფიქრობს? სამკუთხედური სიტუაცია, ვისაც ფიზიკურად აღარ ყავთ სამკუთხედი და არ ყავთ მესამე პირი, იცოდეთ რომ ენერგეტიკულად რახან გაკეთებული არის, აქ ყოველთვის ამომივა რომ არის სამკუთხედი, იმიტომ რომ ენერგეტიკულად ამ ადამიანის ენერგიები შემოდის თქვენთან. ეხლა რა აქვს ამას? რას ფიქრობს და დაკონტაქტებაზე ფიქრობს, რაღაცის თქმაზე ფიქრობს, რაღაცა ინფორმაციის მოწოდება უნდა, მაგრამ შინაგანად იმდენად აქანავებს. აი რომ გადაწყვიტავს, აიღებს ტელეფონს, გადაწყვიტავს რომ მოგწეროთ, იმ წუთას დააყოყმანებს და გააჩერებს ამას, იმიტომ რომ შეკავება აქვს. ანუ მისი ნება არის დათრგუნული, თორე ეხლა რომ ნება დათრგუნული არ იყოს, მილიონჯერ უკვე გამოსული იქნებოდა კონტაქტზე. ამის ნება არის დათრგუნული, შესაბამისად, დათრგუნული ნებიდან გამომდინარე ამ კაცს აქანავებს და ვერ მოდის თქვენამდე. თუმცა აქვს ძალიან დიდი სურვილი რომ მოვიდეს. აბა ვნახოთ, მოვა? მოვა შეძლებს? შეძლებს მხოლოდ იმ შემთხვევაში და მოიკრიბავს ძალას, როდესაც ეს მაგიური ზეგავლენა გადავა. მაგია და შეხედეთ აი აქაც ოლივკები მაქვს, აი ზეითუნის ზეთი და ზეთის ხილები. ესეც შესაძლებელია იყოს ძალიან კარგი ნიშანი იმისა, თუ რაც თქვი აი ამ საპნის პასტებთან დაკავშირებით. სასწაული შედეგი აქვს, აი უბრალოდ მიგუშინ გავიკეთე და ვიდეოც განახეთ, აი როგორ დამირბილა კანი და არა ვიცი, აი სასწაული რაღაცა. ასე რომ
მოვა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მაგიისგან გამოვა. თუ თქვენ იქნებით იმპერატრიცა და თუ ამას ძალიან გონებით მიუდგებით. თქვენ თუ ამ ყველაფერს მიუდეგით ემოციით და მიუდეგით აი ამ რაღაცა ემოციური მდგომარეობებით, ისტერიკებით და ასე შემდეგ, იცოდეთ რომ ეს ადამიანი ამ ადამიანის კონტაქტზე ესე ვერ გამოიყვანთ მარტივად, იმიტომ რომ ამას ჭირდება მაგიისგან გათავისუფლება. ყოველ დღე მწერენ გოგოები, აი თან მაგია გაუკეთე, მობრუნება გაუკეთე. გოგოებო, ნუ უკეთებთ ამ რაღაცებს. მე ამისი ძალიან დიდი წინააღმდეგი ვარ. ნუ უკეთებთ, გაწმინდეთ ეს კაცი. უამრავი სახის სამაჯურები მაქვს, სანთლები მაქვს, საპნები მაქვს, სასწაული ქვები მაქვს, რომელსაც მოხტავ. შეგიძლიათ წაიღოთ თილისმები, რუნების თილისმებიც მაქვს, უამრავი, ძალიან ბევრ ჩაკეტილ სიტუაციას, წმენდებს, დამცავები მაქვს. რავი, ყველა საყოფაცხოვრებო მომენტებშიც კი მაქვს დახმარებები და არა, აი, ყველა მიდის რატომღაც აი ამ მოაზრო რაღაცებისკენ, რომ აი აქცია ქონდათ კაცის დაბრუნებაზე და მივიღე მონაწილეობა. რა ის აქცია, რის აქცია, რა ის კაცის დაბრუნება, გამოფხიზლდით ჩემო ძვირფასებო. მიეცით კაცებს საშუალება თვითონ აირჩიონ თავიანთი ბედი, თორე თქვენ რაც არ უნდა უკეთოთ მაგია, ის კაც, იმ კაც თუ არ უნდიხარ, მაინც არ დაბრუნდება შენთან. აი მესამე პირმა წაიყვანა. თუ ეგეთი კაცია და ეგეთი ჩლუნგია და ეგეთი მარტივია, რომ ვიღაცამ წაიყვანოს, ეგეთი კაცი საერთოდ რა შეგჭირდებათ. გაწმინდეთ და ნახეთ, რეალობაა თუ არა. არ ვიცი. გადმოდგავს ნაბიჯს თუ მაგიისგან გამოთავისუფლებული იქნება. საერთო მომავალი, ეხლა რა იქნება? აქ წარსულში დაბრუნება იქნება, ოღონდ ნახეთ რა სიტუაციით. აბსოლუტურად სხვა მიმართულებით. თუ ეს კაცი დაბრუნდა და თქვენ ამ დროს უკვე საკუთარი თავის შეყვარებული გეყოლებათ, საკუთარ თავზე მზრუნველობა გექნებათ და თასების დედოფალი ეს არის ქალი, რომელიც საკუთარ თავს უვლის, ქალურ ვიბრაციებშია. მე ამის მედიტაცია რიტუალიც მაქვს, მიმზიდველობის აღდგენა და ქალური ვიბრაციები. პლუს კიდე მაქვს ერთი ინსტრუმენტი, ესეც მოროკოული სიტუაციიდან მაქვს წამოღებული, ამას ყველას არ ვაძლევ და არ ვყიდი. ეს არის ქალური ენერგიები და სექსუალური ენერგიების აღდგენა მამაკაცსა და თქვენს შორის. აი ეს თემაც შესაძლებელია აქ გაკეთდეს სამომავლოდ, მაგრამ ამ ადამიანთან ურთიერთობის აღდგენა მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ იქნებით იმპერატრიცა, საკუთარ თავს შეიყვარებთ, აბსოლუტურად იქნებით სუფთა და ის რაც წარსულში იყო, ის აღარ განმეორდება. ის პროექტირებები, ის ურთიერთობები, რომელიც წარსულში გქონდათ, ის ვეღარ განმეორდება ვერანაირად. ამიტომ აღდგენა მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ სულ სხვანაირად მიუდგებით ამ საკითხს და საკუთარ თავს პირველ რიგში. სხვა დანარჩენ შემთხვევებში არა მოხდება აღდგენა, თქვენ გატრიალდებით, თქვენ თვითონ გატრიალდებით, რომ ეს მოვა და აირჩევთ საკუთარ თავს და საკუთარ სტაბილურობას, საკუთარ ინდივიდუალურობას. ანუ ის ურთიერთობის სტილი, რაც აქამდე იყო, ის აღარავითარ შემთხვევაში აღარ განმეორდება. თქვენს ცხოვრებაში ყველა ვარიანტში იქნება მამაკაცი, რომელთანაც გექნებათ ძალიან კარგი ურთიერთობა. ეს იქნება ან ძველი მამაკაცი, ოღონდ შეცვლილი ენერგიებით, ან აბსოლუტურად ახალი მამაკაცი, რომელიც მოგიტანთ თასების მეფეობას და ათიანების თასებს. ასე რომ ძვირფასო ჩემო მეგობრებო, ჩემო გოგონებო, ყველა თქვენთაგან სავღუნქავ როგორც მეგობარს და არავითარად კლიენტებს არ გეძახით, მართლა ყველა ჩემი მეგობარი ხართ, ასე რომ ძალიან გთხოვთ, გამოიყენეთ ეს ფასდაკლება, რაც არის 1 სექტემბრამდე. ჩემთან გაშლები 30 ლარიდან იწყება, ნებისმიერ საკითხზე კიდევ გიმეორებთ. თავი რო დავიცვათ ფეიკებისაგან, მომართეთ მხოლოდ WhatsApp-ზე 595006002. TikTok-ზე 17000 გამომწერი მყავს, YouTube-ზე მყავს 9000-ზე მეტი, ასე რომ ძალიან ფრთხილად იყავით, მე პასუხისგებლობას აბსოლუტურად ვიხსნი, აი თუ თქვენ შეცდებით და ვიღაცას რაღაცას ენდობით, ეს ჩემი არხები არ არის გოგოება, ასე რომ ყველას გელოდებით WhatsApp-ზე, გამოიყენეთ ფასდაკლება, გააკეთეთ გაშლები, ძალიან ხელმისაწვდომი ფასებია. და ასევე ჩემო ძვირფასებო, ძალიან საინტერესო ლამაზ მზიან და კარგ დღეს გისურვებთ ყოველდღე. არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენ აქ ვართ დროებით, ჩვენი თითოეულ მოქმედებას აქვს თავისი უკავშირი და კარმა, ასე რომ კარმაში ყოველთვის პლუსები დაიწერეთ, არ დაიწეროთ მინუსები და არ აკეთოთ ჯადოები. ავაკოცდით ახლა წარმატებული ბედნიერი და ლამაზი დღე თქვენ დროებით.